მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ლოცვის უდიდესი ძალის შესახებ. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სამყაროში ყველაზე დიდი ძალა არის ლოცვა. რომც გებრძოდნენ, რომც საშინელებებს ხლართავდნენ შენს წინააღმდეგ. უფლისადმი აღვლენილი, გულწრფელი ლოცვა ყველაფერს გააბათილებს და ყოველგვარი ბოროტებისგან დაგიცავს. თვით შფოთიც ბოროტისგან მოდის და როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს, მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ბოროტი. უფალი არის შენი საუკეთესო მეგობარი. დაუახლოვდი. ესაუბრე მას როგორც საუკეთესო მეგობარს. მიიტანე მასთან შენი ტკივილები, იმედები და რაც მისთვის სათნო იქნება, ყველაფერი შეგისრულდება. სულიერი სამყარო, ფიზიკურ სამყაროზე მეტად რეალურია. ლოცვა კი სასწაულებს ახდენს. დამიჯერე, რადგან მე საკუთარ თავზე, საკუთარ კანზე, ჩემს ახლობლებზე გამოვცადე, დავინახე, ვირწმუნე კიდევ უფრო მეტად. თუ შენც გინდა გამოსცადო უფლის ძალა, დაუახლოვდი ღმერთს. ილოცე შენთვის და შენი ყველა ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობისთვის. ხურვალე ლოცვას ადამიანის ჯოჯოხეთიდან ამოყვანაც კი შეუძლია. ბოლოს მინდა დაგიტოვო სიტყვა, რომელიც მაცხოვარმა თავად გვასწავლა. და ყოველივე რაც გკითხოთ, ლოცვით არ წმენით, მიგეცეთ თქვენ. მართლად მცხოვრები ადამიანის გულწრფელი ლოცვა დიდ ძალას ფლობს. ეს მოდგმა არ შეიძლება განიდევნოს არაფრით გარდა ლოცვისა და მარხვით. ნუ შეწუხდებით ნურაფერზე, არამედ ყოველივეში, ლოცვით და ვედრებით, მადლობით, თქვენი თხოვნა ეცნობოს ღმერთს. მამების სწავლებები. ლოცვის გარეშე ადამიანი მკვდარია. ლოცვა სულიერი სუნთქვა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. ლოცვა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ადამიანს ბოროტისგან იცავს. შფოთი ბოროტი სულის ნაყოფია, ლოცვით კი მშვიდობა ისათურებს. როცა გული ტკივილით ლოცულობს, მაცხოვარი მაშინვე მოისმენს.